მე შევეცდები ძალიან მოკლედ ავხსნა, როგორია ამ კანონის ისტორია ამერიკის სამართლის სისტემაში. ქართული ოცნება აგრძელებს საკანონმდებლო ძალაუფლების უზურპაციას და ის იმუქრება, რომ უახლეს პერიოდში მიიღებს სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების შემზღუდავ კანონმდებლობას, რომელიც მისი თქმით ამერიკული ფარას ზუსტი ასლი იქნება. ქართული ოცნების ლიდერების განცხადებით, სწორედ იმის გამო, რომ სამოქალაქო საზოგადოება წინააღმდეგობა გაუწია რუსულ კანონს, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს, ახლა ის მზად არის მიიღოს უფრო მძიმე კანონი, რომელსაც თავად ქართული ოცნების ლიდერები კატასტროფულ კანონს უწოდებენ, მაგრამ ამ ახალ კანონს იყენებენ როგორც პასუხს და დასჯას იმ წინააღმდეგობაზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ გაუწია რუსული კანონის მიღებას 23 თუ 24 წელს. თუმცა დღეს, როცა ქართული ოცნება საუბრობს ფარას კოპირებაზე, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს კანონი, როგორია მისი მიღების ისტორია, მისი ევოლუცია, მისი გამოყენების ნამდვილი ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა. და ჩვენთვის ძალიან ცხადია, რომ როცა ამას ვაანალიზებთ, ეს კანონი არ ვრცელდება სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციების საქმიანობაზე და მას ძალიან ვიწრო და კონკრეტული მიზანი აქვს. ეს კანონი მიღებული იყო 30-იან წლების ბოლოს, 1928 წელს, როდესაც სოფლიო იყო საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინაშე. ერთის მხრივ დასავლეთ ევროპაში ფეხს იდგამდა ფაშიზმი, რომელიც ცდილობდა მისი იდეოლოგიის ექსპანსიას სხვადასხვა სახელმწიფოებშიც, ამიტომაც პირველი რეაქცია, რომელიც იდგა ამ კანონის უკან, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, მისი სამოქალაქო საზოგადოება დაეცვა და პოლიტიკური სისტემა დაეცვა ფაშიზმის გავლენისაგან. უკვე მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი გამოყენება მეტწილად ხდება საბჭოთა კავშირისა და კომუნისტური ძალებისა და ქსელების წინააღმდეგ, იმიტომ რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკისთვის ნომერ პირველი ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა ეს იყო სწორედ კომუნისტური ძალების გავლენები და ამ მიმართულებით თუ ჩვენ შევაფასებთ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ანგარიშს, მაშინ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 1963 წლამდე ფარას საფუძველზე 12 შემთხვევაზე დაიწყო დევნა, მათგან 3-ში ფიგურირებდა საბჭოთა კავშირი, 5-ში კი კუბა. შემდგომი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ფარას ისტორიაში უკავშირდება 60-იან წლებს, როდესაც ამერიკაში უკვე მზარდად შემოდის თავისუფალი ვაჭრობა და აქტიური ეკონომიკური ცხოვრება და ამერიკა ხედავს, რომ მის ეროვნულ და ეკონომიკურ საფრთხოებაზე გავლენას ახდენენ არა მხოლოდ კონკრეტულ საგარეო ძალებთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები, არამედ ეკონომიკური აქტორებიც, ბიზნესები და კომპანიები. შესაბამისად, ამ პერიოდში ის უფრო მეტად ინტერესდება ლობიზმის რეგულირებით და იმ ბიზნეს წრეებისა და კომპანიების საქმიანობის რეგულირებით, რომელიც სწორედ ეკონომიკური გზებით ცდილობს ამერიკის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. 1966 წლიდან 2015 წლამდე ფიქსირდება მხოლოდ 5 სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული ორგანიზაციების წინააღმდეგ და თავად ამერიკული სამართლის სისტემაც ამბობს იმაზე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომელიც ძალიან ხანგრძლივი პერიოდია, ფარა პრაქტიკულად აღუსრულებელი და უფუნქციო კანონი იყო. ამ კანონთან დაბრუნება ამერიკის პოლიტიკაში იწყება 2015 წელს, როდესაც იწყება საუბარი ამერიკის არჩევნებზე რუსეთის გავლენების შესახებ და სწორედ ამ პერიოდში ხდება მთელი რიგი რუსული ორგანიზაციების შეყვანა ფარაში. 2016 წელს ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდგომ ხდება ბრალის წარდგენა რუსეთის ინტერნეტის კვლევის სააგენტოსთვის რეგისტრაციისთვის თავის არიდების გამო და ასევე რეგისტრაცია დაევალება რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ორ მედია საშუალებას სპუტნიკს და ასევე RT-TV ამერიკას. ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ ისიც, რომ ფარას აქვს გაკეთებული მთელი რიგი დათქმები, თუ ის ვიზე ვრცელდება და რა პირობებში გამოიყენება.
ფარა ადგენს კონკრეტულ გამონაკლისებს, რომელზეც კანონი არ ვრცელდება. ეს გამონაკლისებია დიპლომატები და ოფიციალური საგარეო წარმომადგენლობა, კომერციული აქტივობები, იურისტები, ვინც უცხო ძალის სასამართლო წარმომადგენლობას ახორციელებს, ლობისტები, მათი რეგულირება, როგორც თქვი, ლობიზმის გამჟღავნების აქტის ფარგლებში მოხდა, რელიგიური აკადემიური საქმიანობა, ჰუმანიტარული დახმარება და სხვა საქმიანობა, რომელიც არსებითად არ ემსახურება საგარეო ინტერესს. სწორედ ეს მარკერი, როცა კანონი კეტავს მისი გამოყენების შესაძლებლობას იმ ორგანიზაციების საქმიანობაზე, რომელთა ინტერესებში საგარეო საკითხები არ შემოდის, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი ამ კანონში, რომლითაც სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიების მუშაობა, რომლებიც ადგილობრივ საჭიროებებზე არიან ორიენტირებული, მუშაობენ სოციალური პოლიტიკის, ადამიანის უფლებების დაცვის, კორუფციის თუ სხვა საკითხებზე, არ შეიძლება ფარას ქვეშ მოექცეს. ანუ არსი არის იმაში, რომ არის ამერიკული ფარას სიტყვასიტყვით მძიმე წერტილით თარგმანი. ფარა შეუძლებელია გავრცელდეს იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც აქვთ მრავალი დაფინანსება. ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების შემთხვევაში კი ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენ ათობით დამფინანსებელი გვყავს, შესაბამისად სახელმწიფოს გაუჭირდება იმის მტკიცება, რომ ჩვენ ერთი რომელიმე სახელმწიფოს თუ გარე აქტორის მითითებებს შეიძლება ვასრულებდეთ. მათ შორის მაშინ, როდესაც ჩვენი დამფინანსებლები შეიძლება იყვნენ სრულიად განსხვავებული და წინააღმდეგობრივი აქტორებიც კი საგარეო პოლიტიკის თუ იდეოლოგიური თვალსაზრისით. თუ ქართული ოცნება საუბრობს იმაზე, რომ ის აკოპირებს ამერიკულ კანონს, მაშინ ის ვალდებული უნდა გახდეს და აკოპიროს და ზედმიწევნით შეასრულოს თავად ამ კანონის გამოყენების ლოგიკა, სტანდარტები და პრაქტიკა, ხო, იმიტომ რომ ნახეთ ჩვენ რას ვაკეთებთ. ამერიკული სამართლის სისტემიდან გადმოგვაქვს კონკრეტული კანონი. ამერიკული სამართლის სისტემა ეს არის პრეცედენტული სამართლის სისტემა. ჩვენი სამართლის სისტემა ეს არის კონტინენტური სამართლის სისტემა, ხო, სადაც სასამართლოს არ აქვს სამართლის წყაროს, ხო, კანონის დადგენის ფუნქცია. ამერიკის შემთხვევაში ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის პრეცედენტული სამართლის სისტემა, სადაც სასამართლო გადაწყვეტილებებს მბოჭდავის სავალდებულო ძალა აქვს სამართლისთვის. შესაბამისად, ამერიკის სამართლის სისტემაში ფარა საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, სადაც სწორედ სტანდარტებია დადგენილი, რომელიც მე გითხარით, სადაც დაზუსტებულია, ხო, ამ კონტროლის, მითითების, ბრძანების, ინტერესის ყველა ეს საკითხი, ხო, მაშინ ქართულმა ოცნებამ ამ კანონის ტრანსპლანტაციის, ამ კანონის გადმოტანის დროს მხედველობაში უნდა მიიღოს ის სასამართლო პრაქტიკა, ის სასამართლო სტანდარტებიც, რომელიც მის უკან დგას. და დღეს მხოლოდ ამ ძველი კანონის ტექსტის თარგმნა, ისე რომ ის ბრმა იქნება იმ სასამართლო პრაქტიკის, იმ ადმინისტრაციული პრაქტიკის მიმართ, რომელიც ფარას უკან დგას, რა თქმა უნდა, პრობლემაა და მისი თვითნებური და უფლებების საწინააღმდეგო გამოყენების საფუძველს შექმნის. მით უფრო, რომ ჩვენთან პოლიტიკური სისტემა და სასამართლო სისტემა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების გარანტიებს არ გვაძლევს. წარსულში ფარას გამოყენების მცდელობა იყო რასიზმისა და სეგრეგაციის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტების მიმართ. თუმცა საბოლოოდ სწორედ სასამართლო გზებით ეს ორგანიზაციები და აქტივისტები ახერხებდნენ სიმართლის დადგენას და საკუთარი ინტერესების დაცვას. ხო, ამიტომაც როცა ჩვენ ფარაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ნამდვილად არ მიგვაჩნია, რომ ფარა იდეალური კანონია, ასე არ ფიქრობს მთელი რიგი სამოქალაქო ორგანიზაციები, აკადემიური ორგანიზაციები, თუმცა საბოლოოდ ფარას როგორც ასეთის კონსტიტუციურობის შეფასება ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, ხო, რომელსაც კონსტიტუციური კონტროლი აქვს ქვეყანაში, აი ამის შეფასება ვერ მოახდინა სწორედ იმის გამო, რომ ფარას აღსრულება წლების განმავლობაში იყო შეჩერებული და ეს კანონი პრაქტიკულად დისფუნქციური იყო. ხო, ამიტომაც მხოლოდ კანონის კოპირება არ არის ამ კანონისთვის ამერიკულის დარქმევის წინაპირობა. ქართულმა ოცნებამ მაშინ უნდა მხედველობაში მიიღოს და კანონის ნაწილად უნდა აქციოს ის სამართლებრივი სტანდარტები, პრინციპები და ამ კანონის გამოყენების ის ლოგიკა, რომელიც სასამართლო პრაქტიკით არის განსაზღვრული. და სწორედ ამ სასამართლო პრაქტიკით ორგანიზაციებზე, სამოქალაქო ორგანიზაციებზე, მედია ორგანიზაციებზე, ვისაც მრავალი წყაროდან
აქვს დაფინანსება, რომელიც არ არის ჩართული საგარეო საქმეებში და არ ამოძრავებს საგარეო ინტერესი. ხო, რომელიც სწორედ ადგილობრივ პოლიტიკაზე, ადამიანის უფლებებზე მუშაობს, შეუძლებელია მოექცეს ფარაში. შესაბამისად, შემიძლია ვთქვა ირონიულადაც, რომ როცა ქართული ოცნება დღეს ჩივის თუ რატო არ უპირისპირდებიან ამ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას სამოქალაქო ორგანიზაციები, შეიძლება ჩვენი პასუხი ასეთიც იყოს. ჩვენ არ ვუპირისპირდებით, იმიტომ რომ ის ჩვენ შესახებ არ არის. ამერიკის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ის ფარას ქვეშ აქცევს იმ კონკრეტული სახელმწიფოების გავლენის ქვეშ მოქმედ ადგილობრივ ორგანიზაციებს, რომელიც მას მიჩნეული ყავს როგორც მტრული ძალები. ხო, ეს იყო ფაშისტური ძალები, კომუნისტური ძალები, ცალკეული ეკონომიკური ძალები, რუსეთი, ჩინეთი და ასე შემდეგ. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ქართულ ოცნებას მთლიანად აქვს აღრეული ის თუ ვინ არის მტერი და ვინ არის მეგობარი, ხო, ბუნებრივია რომ ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ის ნამდვილად საქართველოს და ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს. იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება ამერიკული ფარას სტანდარტების საპირისპიროდ დაიწყებს ამ კანონის გამოყენებას, ჩვენ მზად ვართ სასამართლო დავისთვის და ეს დავა წავა ბოლომდე. მათ შორის ცხადია, რომ ჩვენ გვექნება მექანიზმი გამოვიყენოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მათ შორის მისი დროებითი ღონისძიებები იმისთვის, რომ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები აი ამ გამანადგურებელი განზრახვებისგან დავიცვათ, რომელიც ქართულ ოცნებას აქვს.